თამარ ჩერგოლეიშვილი ბოდიშს იხდის. ფედერალისტების ლიდერმა ვრცელი ვიდეო განმარტება სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღიარებს, რომ გამოხატვის ფორმა უხეში იყო. საქმე ეხება Facebook-ზე მომხდარ დაპირისპირებას. ჩერგოლეიშვილმა მის მიმართ დაწერილ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ასევე შეურაცხყოფით უპასუხა. ამ დროს კი მისი კრიტიკოსების გვერდებიდან პროფილის სურათებად დაყენებული ბავშვების ფოტოები გამოიყენა. თუმცა პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ის კრიტიკას ყველასგან არიღებს, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისგან. ყოფილი პრეზიდენტის პარტიას იგი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის ხელშეშლაში ადანაშაულებს, თუ პროცესში მიხეილ სააკაშვილი მთავარი ფიგურა არ იქნება. სხვანაირად გამოვხატავ ხოლმე ჩემს სრულიად ლეგიტიმურ სათქმელს, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა. რასაკვირველია, არც ბავშვი ყოფილა ადრესატი და ასე შემდეგ, მშობელი იყო ადრესატი. არასწორად გამოვიდა, ბოდიში მოვიხადე. და გამოვხატე სინანული იმის გამო, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირად განზრახვა არ მქონია და ჩემი აზრით ყველა გონიერმა ადამიანმა გაიგო. ამაში როგორ პოლიტიკურ ფასს გადავიხდი და როგორ პოლიტიკურ ფასს არ გადავიხდი, ეს უნდა გადაწყვიტოს ჩემმა ამომრჩეველმა. ფედერალისტების ამომრჩეველმა. თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია გიგა ბოკერიასაც. ის წერილობით განცხადებას ავრცელებს, სადაც შეცდომას დაუშვებელს უწოდებს და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის არ ქონასა და ინციდენტის არასწორად გამოყენებაზე მიანიშნებს. თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ამიტომ მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა. ამ დაუშვებელი რეაქციის ანატომიის ახსნა არ ემსახურება მის გამართლებას, მხოლოდ სერიოზული შეცდომის მიზეზების განმარტებაა. მეორე საკითხი ამ ინციდენტის გამოყენება ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული საჯარო ფიგურების მიერ. აშკარაა, რომ მათ ეს ინციდენტი ხელსაყრელ საბაბად ჩათვალეს. ნაციონალურ მოძრაობას უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიას და მათ ლიდერს, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია და სადაც ღიად აკრიტიკებენ მათი ლიდერებისა და სხვა ფიგურების უპასუხისმგებლო ნაბიჯებს თუ გამონათქვამებს. ამას თან ერთვის ამ პარტიის შიგნით არსებული ღრმა კრიზისი. ეს განცხადებები მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მიმართვას. თინა ბოკუჩავამ 8 პარტიის ფორმატში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტებს მიმართა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ. ბოკუჩავამ დაწერა, რომ ბოროტების ბოროტებით დამარცხება შეუძლებელია და ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის ამორალურ რეჟიმს არ უნდა დაემსგავსონ. ივანიშვილის გახსნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში აუცილებლად დაუმარცხდებით. რა განასხვავებს იმ ადამიანს ივანიშვილისგან, რომელიც ჩვენს შვილებს იჭერს, ცემს, აწამებს, წამლავს, აშინებს, ვინც თავადაც ივანიშვილის მსგავსად უდანაშაულო მცირეწლოვან ბავშვს ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს, ვისაც შეუძლია ბავშვს აგინოს, დაწყევლოს. ეს ყოვლად დაუშვებელია და ცდება ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს. ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასდროს არაფერი მექნება საერთო. ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ მისთვის საკითხი უინტერესოა და სხვა პრიორიტეტები აქვს. Ჩვენს მიერ ხსენებული ადამიანი მე არ მაინტერესებს, ჩემმა კოლეგებმა თუ რაიმე განცხადება გააკეთეს და თქვენ ბრძანეთ, მიიღეთ მათი პოზიციები. საჯაროა ეს და არ დაუმალავს არავის. მე ეს ადამიანი არ მაინტერესებს. აბსოლუტურად სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, რომელიც უკავშირდება 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციას, რისაც ძალიან ეშინია ხელისუფლება და სხვათა შორის მეცაც გეტყვით, სამეთში რომ აქცია, იმ აქციაზეც ვიქნები. მომხდარს გამოეხმაურდნენ სხვა პარტიებიც რვიანის ფორმატიდან. ფორმატი ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტში ჩართული გაერთიანებების კოორდინაციისთვის არის შექმნილი. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რვიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშლება, თუ მისი მონაწილე რომელიმე პარტია არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს. ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა. რვიანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე. ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ ძალიან ბევრი. ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა. ბევრი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა. პოსტსკრიპტუმ რვიანი ვერ დაიშლება იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია რვიანი. 8 პარტიის ორგანიზებით 13 სექტემბერს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველისკენ გაიმართება. ამით გააპროტესტებენ ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას, რომლის გამოც შესაძლოა საქართველომ ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაც დაკარგოს.